მამა დამშვირა მე რამდენად უნდა მოკლან უკვე. კარგი ρε მამა, რა თქმა რა არის ეს თამაში? არ ჯობია წინ წაიკითხო. რა არის, ნახე? აიღე იარაღი, ჩაუსაფრთი, მერე დაელოდე მტერი როდის გამოჩნდება, დაუშვი და დაუშვი. დაუშვი და დაუშვი. მარტო რა იყო? დამშვი. მეტი საქმე არ გაქვს შე? არა. გაკვეთილები ისწავლე? ხვალ შაბათია. ინგლისურზე იყავი? Yes, of course. სიგარეტი მოწია ჩუმად? არა. მარტო მამა. ხო იცი მე შენი მარტო მამა კი არა ვარ, მეგობარიც ვარ. არაფერი არ უნდა დამემალო. ვიცი მამა, არ ვეწევი, ხომ გითხარი? მოწევ და დაგახევ მაგ ყურებს. ვიცი დამშვი რა ეხლა. ბატო, შეხელო რომ ვიყავი კომპიუტერთან, საერთოდ არ ვждებოდი. შემხელა რომ იყავი კომპიუტერი საერთოდ არ არსებობდა. მერე ხვდები რა საშინელი ბავშვობა მქონდა? არ გეცოდება მამა? მაცადე რა ცოტა ხანი. ხო და FIFA 2014-ის დისკი რო გეყიდა, აი ეხლა ორში ვითამაშებდით რა. FIFA 2014 რა არის? კომპიუტერის ფეხბურთის ახალი ვერსიაა. ძალიან მაგარი გრაფიკა აქვს. ხო, რა ღირს? $120. $120 თამაში გაგიჟდი მამა, სად მაქვს ამდენი ფული? დაბადების დღეს არ მაჩუქებ FIFA-ს? დაბადების დღეზე ყველაფერს გაჩუქებ ბატონო. ხვალ მაქვს დაბადების დღე. ხვალ? არ გახსოვდა? როგორ არ მახსოვდა? მაგრამ რა ქეჩქარებოდა? დაბადებულიყავი ერთი 2 კვირის გვიან და გაჩუქებდი. ესეც ვიცოდი რა. ფული არ მაქვს მამა, ხვალ შენი ქორწილის რო იყოს, მაინც არ გამოვიდოდა ეგ საქმე რა. აუ ბაბუ უთხარი რა დამსვას. აუ მამა უთხარი რა მაცადოს. მოთა ამ ხელა კაცი ხარ შილო და არ გსხონი ასე უკმად ვატარებ დროს. რა ვქნა, არ მაქვს საქმე და რა გავაკეთო? საერთოდ რა არ გსხონია? რომ ცხენოდეს, მაგით რამე შეიცვლება? როგორ არ შეიცვლება, რო გსხენოდეს, ბიჭო, ადგებოდი ხელს გაანძრევდი, სამსახურს იპოვიდი, მუშაობას დაიწყებდი, იჟრომებდი. თქვენ სიმღერა შრომა არ გონიათ? იცი რა ძნელია ქართული ფოლკლორი. სიმღერა როგორ არ არის შრომა, მაგრამ შენ თვეში ერთი კონცერტი გაქვს. დანარჩენ დროს სახში ატარებ. იმიტომ რომ ოჯახი მიყვარს და ოჯახური ღირებულებები. და ოჯახი თუ გიყვარს, მით უმეტეს არ უნდა მუშაობდე? არ იცი ოჯახს რამდენი რამე უნდა? დაბადების დღეა, დღესასწაულია, ჭირია, ხინია. სამსახური თუ როგორ გააკეთებ, ამდენი არ იცი? არა და გინდა გითხრა ესე იგი რა მოხდება? შენი ცოლი ადგება და საბერძნეთში წავა. აი მე ნახე შეგცხება თუ არა. მოიცა მამა რა, 10 თვე და ეგ არის. 10 თვეში მუშაობას იწყე? 10 თვეში ევროკავშირის საზღვარს გაგვიხსნის და მარტო ჩემი ცოლი კი არა, ყველანი წავალთ. მე რაც გააკეთე? კონცერტები მექნება პარიზში, ლონდონში, ვენაში. თავში. რა თავში? თავში მოვარტყი, მამა, რა მაგარია. არაფერი არ გამოვა რა, ადერთი ბაბუ დამაჯინე რა. აუ, ჩემ დროს ვინ გაგაჩერებდა უსახოდ? მახსოვს ერთხელ ბირჟაზე ვიდექით, ბიჭები მოვარდა მილიცია, დაგვიჭირეს და ძაბსართან ქარხანაში წაგვიყვანეს და ძალი დაგვაწყებიეს მუშაობა. შენ დროს არ იყვნენ უმშევრები? ალა, მუშაობს თავისი პატრონი ყავდა. ზოგი მინისტრის მეგობარი იყო, ზოგი ნათესავი. ისხდნენ არღეინად ბირჟაზე, ზოგი დომინოს ურახუნებდა, ზოგი ჭადრაკს თამაშობდა. აი დასაქმებულები ვიყავით, მე და ჩემნარი საწყალი და უბრალო ხალხი. ადრე ხლა. კარგი რა მამა, დამანებე თავი. როგორ დაგენებო ბიჭო, თავი ამ ხელა კაცი ზიხარ და არაფერს არ აკეთებ, თამაშო. ბავშვს რამდენი რამე უნდა? ტანსაცმელი უნდა, საჭმელი უნდა, სასმელი უნდა, აქ ეფორი უნდა თორე აგაფეთქეს. სახში რა გაჩერებს? ადქი რა. აჰა, ამაფეთქეს, დაწყნარდი. რა გავაკეთო მამა, სიმღერის მეტი არაფერი ვიცი. რა ვიცი, რა უნდა გააკეთო, შილო, რაღაც უნდა მოიფიქრო. აი შენი რო ვიყო, აი ნებისმიერ სამსახურში ვიმუშავებდი. მითხარით რა არის ნებისმიერი სამსახური და მზად ვარ, მივდივარ ეგრევე. დამშვი და მე განახებ სამსახურში. მორჩი შენ მაიმუნობას ახლა. არ გატყვე მართლავში დასაქმების საიტები. მოდი აბა. აი, კერძო დასაქმების ცენტრი, სინდისის პატიმრების ქუჩა, ნომერი 8. თან ტელეფონის ნომერიც უწერიათ. სისულელია კაცო, ინტერნეტში რასაც წერენ, ყველაფერს კი არ უნდა დაუჯერო, იტყუებიან. ბიჭო, დარეკედა, იქნებ არ იტყუებიან. მამა დავრეკავ, მაგრამ უარს რომ მეტყვიან, იცოდე თავს დამანებებ. აი მაშინ ხმის ამომღები აღარა ვარ რა. ალო დასაქმების ცენტრია? გამარჯობა.